რა არის სუხიშვილების დიეტა? სუხიშვილების დიეტა, უფრო სერიოზულად რო გავცეთ ამ თემას პასუხი, ილიკოს ცეკვების შესრულებისას მარტო ტექნიკა არ ყოფნის. როდესაც ილიკოს ქორეოგრაფიას ასრულებ, იქ კიდე სხვანაირად ამოტრიალებული ხარ შიგნიდან, ანუ სულით ცეკვავს. სამთვიან ტურნეებზე გაგიძლიათ ყოველდღიური კონცერტები. რა არის სუხიშვილების საიდუმლო? პროფესიონალის მიცირაშია შევა წერტილი ვერც დააფიქსირო და სახის მაგივრად ზურგით დარჩე. მაგრამ რა შემოტრიალდები, ასე იყო დაგმული. გამოვედით კარნეგი ჰოლის სცენაზე. გასწავლის იქნებოდა ხო ჟრიამული და აღნიშნოთ დაბურძგულების სიამაყის განცდა, ნერვიულობა. ძალიან კარგად იცის ვინ მოიყვანა ცოლად. ჩემი სუხიშვილებიანად უყვარვარ ანსამბლმა რომ მიგიღოს, უნდა იყო გუნდური. მაშინ მახსოვს რომ მოვტრიალდი და ვუთხარი რომ ალბათ აღარ დავბრუნდები თქო. და მე ცოტა მეშინია თქო მაგას რომ არ მიყვარს ცეკვა და მგონი არც არავის არ უყვარს. მოგესალმებით ჩემი სივრცის მორიგი ეპიზოდით. ჩემთვის უსასიამოვნოესი, უსაყვარლესი თემით, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემთან იმდენად ახლოს არის, მე მოგიყვებით როგორც ახლოს არის და თუმცა თქვენც უყურებთ ხოლმე ყოველ პარასკევს როგორ ახლოს არის, ყოველ პარასკევს და შაბათს, მაგრამ სანამ თემაზე გადავალთ, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი აი ამ სეზონის მეგობარი კომპანია არის სნეკი, ქართული მიწისძვრის კარაქი, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოში იწარმოება, არ აქვს არანაირი დანამატი, არ აქვს, არ შეიცავს შაქარს და არის გადასარევი ცხიმის წყარო, ჯანსაღი ცხიმის წყარო, რაც სავარია. სნეკის კარაქი მართლა ყველა თუ კი ვინმე გამოძრავებულა საქართველოში ყველა ფიზიკურად აქტიური ადამიანის კარადას ამშვენებს. ასე რომ თქვენც უნდა დააგემოვნოთ, მიეცით შანსი რომ დააგემოვნოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი ხემსი არის, რომელიც შეგიძლია გამოიყენოთ სმუზებში, ესე უბრალოდ გადასასმელად. მე მაგალითად როცა ტკბილი ძალიან მომინდება, აი ესე ხლებცებს არ ვიცი ქართულად როგორ არის, ავიღებ, გადაусმევ, კენკრას მოვაყრი და ფანტასტიურად მიკმაყოფილებს აი ამ ტკბილის მოთხოვნილებას. მოკლედ ახლა უკვე გადავალთ ჩემს სტუმარზე. ჩემი სტუმარი არის სუხიშვილების მოცეკვავე ნათია ბაკურაძე. იმდენად მაინტერესებს ერთი სული მაქვს რომ დავიწყოთ ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს შიდა სამზარეულო. დარწმუნებული ვარ თქვენც გაინტერესებთ, იმიტომ რომ მეც როგორც ყოფილი მოცეკვავე, ახლა ნათიას შემდეგ მე რო ვთქვა ჩემზე ყოფილი მოცეკვავე ვთქვა, რომელმაც 20 წლისამ დავამთავრე ყველაფერი, არც კი უფრო ადრე, ცოტა ისეთი თამამინა თქვა მიქნება, მაგრამ მე როგორც ყოფილი აი ამ სფეროში ცოტა ხნით მოღვაწე, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის აი ამ მით უმეტეს ესე შიდა სამზარეულოსთან შეხება, რაღაცების გაგება, ეხლა როგორ ხდება, იმიტომ რომ მე ვწევგავდი ტროცკის დროს ძალიან ადრე. და ეხლა ძალიან საინტერესო მით უმეტეს. ჩემ დროს მაგალითად ყოველი მოცეკვავის, ნუ ჩვენ ასამბლეში ყოველში ესე იყო, რომ ყველა მოცეკვავე რაღაცნაირად მოტივირდებოდით მომავალი წერტილი იყო სუხიშვილები. მოკლედ თუ კარგად გაკაჩავდა მოცეკვავე, სუხიშვილებში აიყვანდნენ. კეთილი იყოს ნათი შენი ფეხი ჩემს პოდკასტში. მოგესალმები ნინო, ძალიან სასიამოვნოა. შენთან შენ სივრცეში ყოფნა, ძალიან სასიამოვნო გოგო ხარ. მადლობა. მიხარია რომ გაგიცანი და სიამოვნებით გავცემ შენს კითხვებს პასუხებს. კი ბატონო, და აი პირველი კითხვით ოღონდ სრულიად აი ეს out of საერთოდ გარეის მაინტერესებს, რა არის სუხიშვილების დიეტა, გეხოცებებით. შენ არ იცი რამდენი ჩემ მოვარჯიშე, მეუბნება რომ აი ადრე სუხიშვილების დიეტაზე ვიყავი და რეალურად სუხიშვილების არის ეს? აი საიდან დავიწყო არ ვიცი. მეც მსმენია სუხიშვილების დიეტის შესახებ სხვათა შორის და სულ მაინტერესებდა რა იყო სუხიშვილების დიეტა. ნეტა რა მივაყურებდი ხოლმე სალონში თმის ვარცხნისოს, იცი სუხიშვილების დიეტაზე ვარ და მაგრამ მუშაობს და ნეტა სად მუშაობს, რა მუშაობს? ანუ არ არის ეს სუხიშვილები. რატო გტენია, რატო ჩაკითხეს, რატო შეთითხეს? სუხიშვილების დიეტა ცოტა ისე რო გითხრა, უფრო სერიოზულად რო გავცეთ ამ თემას პასუხი, არის ჩვენი სარეპეტიციო დარბაზი. კარს რომ მოვიკეტავთ, იქ რაც ხდება სამჭედლო. როგორც ტექნიკური სიზუსტისთვის, ასევე ფიზიკური, ვიზუალი იქმნება იქ.
გასაგებია. ამიტომ ჩვენი ყველაზე უმძიმესი და ურთულესი დიეტა არის ჩვენი რეპეტიციები და ვარჯიში. აუ რა მაგარია გეხოცებთ ამის მე აღარ დავინახო სუხიშვილები. სუხიშვილები არ მიაწეროთ, იმიტომ რომ მართლა ფაქტიურად სახელი იმდენად მუშაობს, სუხიშვილების დიეტა თუ არის ეს თუ 100-300 კვებებიან, ალბათ იმიტომაც არიან ასეთი გამხდრები და რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ნათი, ესე იგი რა როგორია შენი კვების რაციონი რომ მოგვიყვა? მერტო როგორ მიყვარს ჭამა შენ რომ იცოდე ნინო გიშდები მე მესმის ვიტყვი მე ძალიან მიყვარს დილით სხვა შორის არ ვიცი რა ალბათ შენ არ დამეთანხმები და მეტყვი რომ არასწორად ვაკეთებ ყველაფერს დილით არ ვიკვებები დილით 1-2 ჭიქა წყალი და მე მივდივარ რეპეტიციაზე უფრო მსუბუქად ვგზნობ თავს და უფრო რეპეტიცია რამდენი ხანი გაქვთ ხოლმე გააჩნია 11 საათზე გვეწყება და გააჩნია რა ეს შუა დღემდე და კაჩავ შუა დღემდე ჭამის გარეშე. კი, არც გვახსენდება. ნუ არ ჩვენი ბუფეტიც გვაქვს და შეგვიძლია რაღაც სალათები, რაღაც ისეთი მარტივი ხემსი ამოვიტანოთ. თუმცა ვცდილობ რომ ეს არ გავაკეთო, იმდენად მიყვარს გემრიელი სადილი, რომ რეპეტიციის მერე მირჩევნია აი ვისი ამოვნო ამ სახლში, ხო, ან სადღაც საუშვად მეგობრებთან. მაგრამ სადილს აჭამ და ვახშამსაც მივირთმე, ხო, ჩვეულებრივად დღეში რამდენჯერ აჭამ? მივირთმევ, კი, ორჯერ შეჭამ, ხო? დღეში ორჯერ შეიძლება ერთხელ. იცი, სხვა შორს ჩემი დაკვირვებით რა ხდება ხოლმე, როცა ზოგადად ქალის ნერვული სისტემისთვის და ჰორმონალური ბალანსისთვის ძალიან კარგი არის, კი არა დაუცებელიც არის საუზმე, სადილი, ვახშამი. კუჭის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დილის საუზმე. თუმცა ვარჯიშის თვალსაზრისით, ეხლა მაგალითად თქვენ რო წონებთან გქონდეთ შეხება, აუცილებლად დაგჭირდებოდა საუზმე, ვერ გაკაჩავდი ფიზიკურად. მაგრამ როგორც დავაკვირდი, კარდიო დატვირთვას ორგანიზმი უძლებს რომ იყოს სუბუქად და მშიერიც კი. მაგრამ წონების აწევს იქ უკვე სხვა ენერგიული სირთვება, უბრალოდ ენერგიის წყარო სხვანაირად გენერირდება და შესაბამისად წონების აწევას მშიერი ორგანიზმი ვერ გაუძლებს. ან თავბრუს ხვევა იწყება და რაღაც თითქოს გულის წასვლის შეგრძნება, მაგრამ აი კარდიო დატვირთვას ხო, აი ცეკვას, მაგას ყოველდღე გაუძლებს. ვიღაცას შეიძლება უყვარს დილით ადრე საუზმე, უბრალოდ მე საუზმე ძალიან მიყვარს, მაგრამ აი მართლა 2-3 საათის მერე მსიამოვნებს აი ესეთი საუზმის ჭამა, თორე საუზმე რასაც ქვია, ესე ძალიან მიყვარს. უბრალოდ დილით ვერ ვახერხებ ხოლმე. ჯერ ძალიან დატვირთული დილა მაქვს და ამის დრო არ მრჩება. მირჩევნია წავიდე რეპეტიციაზე. სხვადასხვა ამ ბოლო დროს ვსვამ ხოლმე ვიკეთებ სახში შეიკევით პროტეინს რძესთან ერთად და აი ეგ უკვე საკმარისია. ამ ბოლო დროს რაღაცა ეს კულტურა შემოვიტანე ჩემს ცხოვრებაში და ძალიან სიამოვნებს და ძალიან დიდხანს მაქაჩინებს, ასე რომ ვთქვათ. თან გემრიელია და თან კუნთებისთვის. კი, ძალიან კაი. ეგ ფაქტიურად საკმარისი არის. კი, ფაქტიურად საუზმე არის. ხო, მაგასთან ბანანიც რო ჩააბლენდერო ხო საერთოდ. თუ არის ამის დრო, მაგასაც ვაკეთებ. თუ არა და უცებ და გზაში ვტკიცავ და ხო, ანუ გვერდზე რომ მიაყოლ ბანანი, ეგეც შეუძლებლად. აი, ეგ არის ფაქტიურად გადასარევი გამოსავალი, მშვენივრად. ხო, ეს ამ ბოლო დროს დავიწყე და ძალიან მომწონს ესე გავაკეთე. იცი რა მაინტერესებს, სანამ შენს პროფესიაზე გადავალთ, გასტროლებზე როგორ ხდება ხოლმე კვების ამბავი? სხვათა შორის გასტროლებზე ყველაზე დაალაგებული გვაქვს ზოგადად ყველაფერი. კვების გარდა ზოგადად მართლა ერთი მექანიზმი ვითვართ. აი წავედით 70 კაცი გასტროლზე, ხო? 70 კაცს ერთდროულად გძინავს, ერთდროულად საუზმობთ, სადილობთ, ვახშმობთ. და მერე ისე ვიძინებთ. აი ყველაფერს ერთნაირად ხემსიც კი ერთ დროს გვაქვს, რომ შესვენების დროს ერთდროულად გვაქვს. მიხვდით და სან სახალისოა და ძალიან კარგად სასტუმროში არ ხართ ხოლმე და სასტუმროში ყველა ვარიანტი საუზმე არის. დილით საუზმე, მერე მივდივართ თეატრში, მერე გვაქვს სადილისო და მერე საღამოს კონცერტი და კონცერტის მერე გვაქვს უკვე ვახშამი. ნუ ეს უკვე ვის როგორ უნდა ინდივიდუალურად ვიღაც ვახშმობს, ვიღაც არ ვახშმობს. თუმცა ძალიან სწორად აქვთ დაბალანსებული ჩვენი კვება. თავისი წვნიანით, ცილებით, ხორცით, ხო, რა. და ამას ვინ უზრუნველყოფს ხოლმე, სადაც ჩერდებით იმ სასტუმროში არის ეს ყველაფერი დაორგანიზებული. არის ხოლმე მოთხოვნა, ერთი უნდა იკვებოთ, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ, მოგეხსენებათ და გოგოებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბიჭები მართლაც ისე იღლებიან და იმხელა დატვირთვა არის, რომ იმათ აუცილებლად სჭირდებათ ხორცი
ხორციანი საძილი ასე რომ ვთქვათ. ამიტომ საძილზეც და ვახშამზეც თევზიან ხორცი გვაქვს ყოველთვის. ძალიან კარგი, ძალიან კაია რომ ამ მოთხოვნას უყენებთ, იმიტომ რომ მართლა იმხელა ენერგია. ზოგადად ისედაც ნაკლებად ვიღებთ ხოლმე. კი ხანდახან რა თქმა უნდა არის მომენტები, როცა არ გიწყობს ხელს სიტუაციურად მოხვდები ხო და ძალიან გემრიელიც არის და სასიამოვნო. თუმცა ვცდილობთ რომ უფრო მე პირადად ვცდილობ ნაკლებად ჭამოთეთრი ქვირისგან მომზადებული ხო. თუმცა აი ბრინჯით რო ჩანაცვლდეს იგივე ციციბურით რო ჩანაცვლდეს იქ თუნდაც მაკარონიც კი აი ძალიან ენერგიის წყარო მაინც საჭირო არის რა და პირველადი ენერგიის წყარო მაინც ნახშირწყალია ნუ ბურღულაური ბრინჯი ნაკლებად მაგრამ ხო მიწევს ხოლმე მის ხო ძალიან კარგი მე ხორცი ვარ არ შეიძლება ის ყოველ დღე ვჭამ ხოლმე და ნუ შესაბამისად კი ამბობენ რომ ეხლა განსაკუთრებით რაღაც ხილიც მიყვარს ბოსნეულიც მიყვარს მაგრამ ნუ ბოსნეული უფრო შემცირებული მაქვს იმიტომ რომ შეუმბერილობის ამბები მე მაგალითად მაძუხებს ხოლმე ბოსნეულთან მიმართებაში და მე არა ზოგადად ისეთი გურმანი ვარ რომ მიყვარს გემრიელი საჭმელები რა ძალიან კაი ესე იგი შენი რეპეტიცია ეს შეიძლება ითქვას რომ ყოველდღიური არის თუ უფრო ძირითადად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თუ არ ემზადებით კონცერტისთვის რა თქმა უნდა თუ არ ვემზადებით კონცერტისთვის მაშინ ორშაბათი პარასკევი თუ ვემზადებით კონცერტისთვის განუსაზღვრელი დროით ვადით ვარჯიშობთ შეიძლება ისე დაგვაღამდეს რომ ვერც გავიგოთ და ხო განსაკუთრებით როდესაც ილიკო დგამს ახალ ქორეოგრაფიას მაშინ განსაკუთრებით დატვირთულები ვარ და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია აი მე დარწმუნებული ვარ ნუ იმიტომ რომ რაღაცა ისეთი არამქვეყნიური მოძრაობით გამოდიხართ ხოლმე თქვენს ყოველ ახალ პროექტზე თაკარა არის როგორც ვიცი ესეთი ჩვენი ექსპერიმენტალური სცენა კი და აი ყოველ ჯერზე ყოველ ზაფხულს რო ვესწრები ნუ აი თან რო უყურებ როგორც ეს ხო ქართული აშკარად მაგრამ აქამდე რო აი თან შეიძლება ისეთი მარტივი იყოს რაღაც მარტივი ელემენტი მაგრამ ქართული და აქამდე რო არ ყოფილა ეს ყველაფერი. აი ძალიან სასიამოვნოა და ძალიან ცი როგორ რაღაცა ძველი არტეფაქტებიდან ნაპოვნი ილეთებივით იკვრება ეს ყველაფერი და მან მხოლოდ ტექნიკა არ არის საკმარისი. აი ილიკოს ცეკვების შესრულებისას მარტო ტექნიკა არ ყოფნის. იცი როგორ არის რაღაცა გრძნობის გაცოცხლება არის, საიდანაც მე მართლა იწყება ცეკვა. ნიღბის გარეშე, აი როგორ აუხსნა სწორად, რომ სწორად მივაწოდო მაყურებელს. აი რაღაცა შეიძლება დაშტამპული ცეკვა იყოს. და ეს იცეკვებოდეს, სასიამოვნო საყურებელიც იყოს, მოცეკვავისთვისაც, მაყურებლისთვისაც, მაგრამ როდესაც ილიკოს ქორეოგრაფიას ასრულებ, იქ კიდე სხვანაირად ამოტრიალებული ხარ შიგნიდან, ანუ სულით ცეკვავ და იქ თუ კი ცოტათი მაინც შენ რაღაცნაირი ნიღბით ხარ ან ზედმეტად ინდომებ თუ არ ვიცი როგორ თქვა, ხო, ეგრევე გეტყობა და არაფერში აღარ წერია. ზუსტად ინდივიდუალური ხარ, აი როგორიც ხარ, ზუსტად იმას აჩენს ეს ქორეოგრაფია და თაკარაზე ზუსტად ესია, რომ აი ტიტულები ვდგავართ, ასე რომ ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. არა, ეს მართლა იგრძნობა, იმიტომ რომ ნუ აი რაღაცა საოცარი, ნუ ჯერ ეს ერთიდან კონცეფციაც ამ თაკარას იმდენად კარგი არის. ახლოს ხარ, ხო, აი როგორც რეპეტიციაზე, ხო. მაყურებელს პირდაპირ სცენაზე უდგას ფეხები და შენი ნაცეკვე ემოცია, ვიბრაციები პირდაპირ გრძნობს მაყურებელი, ვინც პირველ რიგში ზის. არა მარტო პირველ რიგში უკანა რიგებიც ახლოს არის და ანუ მაგას ვამბობ რომ კონცეფცია იმდენად განსხვავებული და იმდენად აი რაღაცნაირად მართლა სული სულთან მიდის რასაც თქვენ აკეთებთ ის მოდის ყველაფერი მაყურებელთან სულით ხორცამდე და ათმაგდება ამას რომ მე მაყურებელი ესე გრძნობს ამას მოცეკვავეც ხო გრძნობს და ბონდივი ის არის ჯაჭვი და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ერთ-ერთი სასიამოვნო საცეკვის სცენაა და სულ მიხარია ზაფხულის დადგომა ვიდანიდან ჩვენ ვიწყებთ თაკარას სეზონს და ერთი სული გვაქვს ხოლმე ვუზი ვარ და მე ხან ვიღაცა ნაცნობს გავჭირდა თუმცა მე რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის არა სხვათა შორის წლევანდ აი ხლა ზაფხულით თაკარას ვეჯექი ბილეთებს რომ არ გამომრჩენია
მაგრამ დაიდო თუ არა და აოთხდა. ესე არის ვიცი და და ნუ მე დამჭირდება. ჩვენც გვეუბნება თვითონ მოცეკვავეებს რომ იქნებ ბილეთები და ჩვენც ვერაფერს ვერ ვშვებით ამ დროს. ჩვენ ბილეთებთან პირდაპირ ბილეთები ჯიდან გადის ეს ჩვენამდე არ მოდის და მე მგონი უკვე გადამყიდველები გაგიჩნდათ იცი? ბილეთები შავ ბაზარზე ხო გინდა რომ იყო 5 მაგი ფასით ეგრევე ორთქლდება პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით, დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. იცი რა მაინტერესებს, ნათი, აი შენ რო თქვი რომ ილიკოს ნაცე ქორეოგრაფიას, როდესაც ილიკო აი აცოცხლებს თუნდაც აი რაღაცა ფრაგმენტს, ნუ რაღაცა სიტუაციიდან აცოცხლებს, ხო, იქ რაღაცა ფერხულიდან ან რაღაცა სოფლის დღესასწაულიდან რაღაცა. აი ამის პრეისტორიას გიყვება მოცეკვავეებს, საიდან მოვიდა ეს იდეა? არის მომენტები, როცა რაღაცებს ხვდებით, აი მაგიტო თქვი არტეფაქტებიდან, თქვი ძველი ნივთებს რო იპოვი და გააცოცხლებ, ან ძველ ილეთს რო იპოვი. მე ვფიქრობ, თვითონ აი ბავშვად თუ მოხვდება სადმე და დაინახავს რაღაცა სხვა განსხვავებულ სიტუაციას, ინსპირაციას იღებს ინსპირაციას და ინსპირაციას თქვენ გიყვებათ? არა, უბრალოდ გააკეთებს და მე გილოცავთ ახალ ცეკვას. მართლა, მე მგონია რომ თქვენ უკვე იმდენად იცნობთ ერთმანეთს და იმდენად შეთამაშებულები ხარ და იმდენად დიდი კავშირი არის ხელმძღვანელობასა და ნუ ხელმძღვანელი არ არის ილიკო დამგმელი ქორეოგრაფს და მოცეკვავეს შორის რომ სავარაუდოდ ის ინსპირაცია იგრძნობა და ჩვეულებრივად ძალიან საინტერესო პროცესია მართლაც ეს როცა ილიკო იწყებს დადგმას, მაშინ მე ვხვდებით ხოლმე. რეპეტიციას ხო გავდივართ დაუშვათ კონკრეტულ რეპეტიციას, კონცერტი გვაქვს უშუალოდ ფილარმონიაში და იმის რეპეტიცია მიმდინარეობს. და ამ დროს იმის გარდა რომ ჩვენ იქ რაღაცას ვცეკვავთ, ილიკო უბრალოდ ფეხებით რაღაცას თავის რიტმში სხვა რამეს აკეთებს. თავისი მუსიკით არის. მე რომ მორჩება რეპეტიცია, უკვე მუსიკოსებთან გადაინაცვლებს და მუსიკოსებთან მიდის ამ მუსიკის გაკეთება. რიტმის აწყობა, შენ ამას იზამ, შენ ესე და აი რატო იცი ამ ადამიანმა ყველაფერი მუსიკას და ცეკვაც რატო იცი? ფენომენალური ადამიანია, ხო. და მე ცოტა მეშინია იცი. ანუ მართლა გენიოსია და ფენომენალური ტვინის ამბავი, იმიტომ რომ მუსიკას და ქორეოგრაფიას ისე ახამებს და ერთდროულად აკეთებს ამას, რომ ძალიან იშვიათია ესეთი. ძალიან და მე მგონი სუხიშვილების ეს ხანა აი სადაც ილიკო არის, აი არ ვიცი მე მგონი და მე ცოტა მეშინია თქო მაგას ვამბობ. ხო არა, მიხვდი რასაც ვამბობ. აი არ ვიცი რაღაც აი რა მოხდება. ესე ეშინოდათ თავის დროზეც, მესამე თაობამდე ეშინოდათ, მაგრამ მეოთხე თაობაც ისეთივე მოვა, შესაფერისი და ჩართული არის ისეთი როგორიც საჭირო უნდა იყოს, ჩართულია რაღაც. აუ რა კაი როგორ მიხარია. კი, ძალიან ნიჭიერი შვილები ყავს და აუ ძალიან მიხარია მშვენიერი. მაგის გაგონება რაღაც მამამოსავით მოედება ფელებს. სხვანაირად არ შეიძლება გენეტიკა ძალიან დიდი რაღაცაა და კი, ზუსტად. იცი რა მაინტერესებდა სულ შენ მით უმეტეს ისეთი თაობის მოცეკვავე ხარ, რომელიც მოესწრო ტრანსფორმაციას კლასიკური პროგრამიდან აი ახალ პროგრამაზე. მე მახსოვს სულ პირველ კონცერტზე რო ვიყავი, აი ახალი პროგრამა რო შემოიტანეს სუხიშვილებმა. ცოტათი აი შერეული განცდა მქონდა, იმიტომ რომ მე ქართულ ცეკვაში ყოველთვის მივესალმები სიახლეებს და ყოველთვის რაღაცნაირად ესე არ მქონდა ჩაშტამპული, რომ ესე უნდა იცეკვებოდეს და всё მორჩა. მით უმეტეს პირველი ჯუთა და ზეკარი რო გამოჩნდა, ხა ჯუთა და ზეკარი იყო თავიდან და აუ აღარ მახსოვს იმ ცეკვას რა ერქვა, მარტო გოგონების ცეკვა იყო, თითქოს სურს წააგავდა. ნანინა ეხა უფრო სახაცვლილია, მაგრამ სუსუ პირველი ტრანსფორმაცია რო იყო, ჯუთასა და ზეკართან ერთად ახალ პროგრამაში აი რაღაც გოგონების ახალია აი ჰისტორია უჩხრესტი ხო ხო საკრავით გამოდიოდა ხო სახელი აღარ მახსოვდა და ეგეც ნუ რაღაცა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თუმცა
აი შერეული გრძნობები მაწუხებდა რაზე იცი რა რამდენად მზად არიან მოცეკვავები იმიტომ რომ პირველი ის რო წამოვიდა თითქოს ხაზები დაირღვა ის რაც სუხიშვილების ხაზები იყო ყოველთვის აღონდა მე გეუბნები სუსუპირვალ კონცერტზე რა შეიძლება ეხლა აბსოლუტურად არ არის ეგ кейსი რა მაგრამ მე მახსოვს აი მამა ჩემიც რაღაცნაირად ხო ძველი თაობა რო აკრიტიკებს რა მე შერეული გრძნობა მქონდა ძველი თაობა უფრო აკრიტიკებდა სუხიშვილებს მაგრამ აი შენთვის როგორი იყო ეს ტრანსფორმაცია აი როგორი იყო გადასვლა მე ყოველთვის ძალიან სიამოვნებს კრიტიკა სწორი კრიტიკა და ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია სხვანაირად ვერ გაიზრდები თუ არავინ არ გაკრიტიკებს არავის არ აინტერესებს საქმიანობ ეს კი ანუ უნდა შეეშვა იმ საქმეს და ისეთი რამე აკეთო დაშიც გაგაკრიტიკე მოყვება ამას რაღაცა რეზონანსი აბა რისთვის ვაკეთებთ ხო შესაბამისად ეს ძალიან სწორი იყო ძალიან საჭირო იყო და დღემდე ასე არის რა როდესაც რაღაც ახალს აკეთებს ადამიანი არ არის მარტო ეს ქორეოგრაფიაში ზოგადად ადამიანი აი რაც უნდა დაიწყო ახალი მოყვება ჯერ კრიტიკა მე ამას ეჩვევიან მე უკვე მოსწონთ მე უკვე უყვართ და მე უკვე თვითონაც უნდათ იგივეს გაკეთება ასე იყო ყველა ცეკვა თუმცა დღესდღეობით აბსოლუტურად ყველა ქორეოგრაფია სუხიშვილების დადგმული იმ თავითვე დღემდე ბოლონიავია დადგმული მე მგონი უკვე ყველა მიცის ეს ცეკვები განსაკუთრებით ახალმა თაობამ და ახალგაზრდებმა წაიღო აი ეგ რა თქმა უნდა ქალის ეს უფრო რაღაცა ძლიერი ტექნიკური მოძრაობების შემოტანა თუმცა მე მაგაში ჩემი აზრი მაქვს სხვა ანსამბლების წაღებული ძლიერი მოძრაობები არ უნდა დაირღვეს აი ხარ ქალი ხო გაქვს ტექნიკურად ძლიერი საცეკვი მაგრამ მაინც ხარ ქალი და არ უნდა იცეკო ისე როგორც ცეკვავს მამაკაცი ეს ამასთან იცავს სუხიშვილები ქალი ცეკვავს ქალის რთულ ილეთებს და არა მამაკაცის ილეთებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კაცის ცეკვები და ტეხილები არ არის საჭირო ამით შენ არ ამტკიცებ რომ ძალიან მაგარი მოცეკვავი ხარ იცეკვე ქალის საცეკვი იცეკვე მაგრად და შენ ისედაც იქნები მაგარი მოცეკვავი რა საჭიროა ბიჭის ცეკვები ცეკვა. კი, ნამდვილად. რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენც არ ვართ ერთნაირები, ვერასდროს ვერ ვიქნებით ქალები, კაცები. ვერანაირად ვერ ვიქნებით. რაც არის კლასიკა და ტრადიცია, ის არის ხელშეუხებელი და იმას არასოდეს არავინ ყოველ შემთხვევაში სუხიშვილები არ ახერხებს არასოდეს. ის რაც დაიდგა თავის დროზე ჩვენ ახლა ცოტა მაისის თვეში გვექნება კონცერტები კლასიკური პროგრამა და ის იქნება ის კლასიკური ცეკვები ბევრ ხალხს როგონია რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ. ჩვენ აფერი არ შევცვალეთ, უბრალოდ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები სხვა მაყურებელზე მორგებული. შენ თუ მოგინდება რომ მოხვიდე და ძველი ქორეოგრაფია ნახო, ამას ნახავ. წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩვენ ამ კონცერტებსაც ვმართავთ. ზუსტად ერთნაირად ვმართავთ. კი, ანუ ისედაც თავიდან იწყება კლასიკური პროგრამები, მე კი, რა თქმა უნდა. ეს ასე შერეული კონცერტია. მე გეუბნები სრულიად თავიდან მომდე კლასიკური კონცერტიც იქნება, შერეული პროგრამაც იქნება, ილიკოს ქორეოგრაფია და ნინოს და ილიკოს ქორეოგრაფია ერთად და შემდეგ უკვე დაიწყება საფხულის პროგრამა, აბსოლუტურად ეს ინოვაციური რაც გვაქვს. გასაგებია. და იმ თავიდან ზუსტად რაღაცა ეგრე მომეჩვენა თითქოს რა რომ წამოიწია ქალის ტექნიკურობა, მაგრამ ეხლანდელი დადგმული ცეკვებით გოგოების პარტიები რაც არის, ეხლა ისე რაღაც ქალურობას ექცევა, უფრო რაღაცა ქალური გახდა, უფრო ისევ დანიშნა. მანდ არის ზუსტად იმდენად შეიცვალა მე ეს ქორეოგრაფია ზოგადად მე ყველა წაიღო რო ხო ჩვენ ახლა ცოტა დავწიეთ ხო არ არის ეს თქვა კარგი მე ხონი რაღაცა არ განვეორდები ანუ კაცის ცეკვა არ უნდა ვიცეკოთ რა და არც არასდროს უცეკვია სუხიშვილ გოგოს კაცის პარტია. უბრალოდ გართულებულია ილეთ და ესეთი მომენტია ის. ხო, მიმართულება ნავიგატორები ვართ რა, მიმართულებას ვაძლევთ. კი, ნამდვილად, ქართულ ქორეოგრაფიას. და თვითონ შენთვის თვითონ მოცეკვავეებისთვის მე მესმის რომ ხა რა თქმა უნდა მითი ინტერესით შეხვდებოდით აი ამის ცვლილებას, პროგრამის ცვლილებას, მაგრამ მომზადების თვალსაზრისით რამდენი ხანი დაგჭირდათ რომ აი დავუშვათ იდეიდან პირველ კონცერტამდე რა დრო იყო დავუშვათ რამდენი ხანი ამუშავებდით აი ამ სრულად ახალ პროგრამას ჩემი უმთავრესი ტრანსფორმაცია და არა მარტო ჩემი მე ვფიქრობ ზოგადად ანსამბლის ისტორიაში იყო რამიშვილების პროექტი მართლა როგორ ღამდებოდა ვერ ხვდებოდით დილით რა ვიწყებდით შუალედში ცოტა ხანი გვქონდა ხოლმე შესვენება რომ რაღაცა უბრალოდ
მოვსულიერებულიყავით და მე ისე ვაგრძელებდით ცეკვას. მე და რამდენი ხანი დაგჭირდათ მაგაზე დაახლოებით მომზადება? მე აღარ მახსოვს, ალბათ 9 წელი. ანუ მაგდენ დრო ჭირდება იდეაში. ძალიან მთელი პროგრამა გაკეთდა, გარდატეხვა იყო, ილეთების ჩვენი ძვლების გადატეხვა იყო, გადამტვრევა წელში პირდაპირ და ირიბინა თქვამი. მაგის მერე შემოვიდა მე მგონი სუხიშვილებზე ტანს ზემოთ, იმიტომ რომ ჩვენი ქართული ჩარჩო ხო კონტროლში არის ძირითადად და ეს ანუ კლასიკურში ეს დაჭერილი გაქვს და კონტროლში გაქვს. და თქვენი ეს ახალი ცეკვები და მე მგონი ეგ პროექტი იყო რამიშვილების, სადაც უკვე იწყება გოგონას აი ამ ზემოთ მოძრაობა, ხო? ხო და მაგას აბსოლუტურად გარდატეხვა იყო, ანუ ნამდვილი ტრანსფორმაცია იყო ეს უკვე ქართული ცეკვის. გაიგივება იყო ბალეტთან, ძალიან მაღალ დონეზე ავიდა ქორეოგრაფია რამიშვილების მერე. რამიშვილებით დაიწყო ქალისას და კაცის ილეთის გართულება. არ ვიცი, რამდენ ბალით ფასდება, 10 ბალიანი თუ ფასდება 10 ბალიანი. ხო. მაგრამ გაორმაგებული გართულება, ხო? გაორმაგე მეტი. და შემდეგ უკვე იყო სხვადასხვა პროგრამები. უკვე მე რასაც მართლაც ტრანსფორმაცია ერქვა, ცეკვა ქართული. მე იყო ხო უფრო ასაფართი იყო უფრო ძველი. ასაფართი იყო და მე იყო რამიშვილები გასაგები. და ხო და ნუ მე წამოვიდა ესეა და ასაფართი მე რომ მივედი ასაფართი უკვე არსებობდა, ამიტომ არ ვამბობ ამაზე. მესმის. ხო, მაგრამ აი ეს ძალიან გაერთულებული პროგრამა უკვე იყო რამიშვილების პროექტი. მაყურებელსაც შევახსენოთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ შეიძლება სახელი როგორც მე ხა სახელი არ მახსოვს. რამიშვილები გაგახსენებთ 3 წითელ კაბებში გამოწყობილი გოგონები ვიყავით. ერთნაირი დაახლოებით ერთნაირი აღნაგობის გადავიპარსეთ თავები, იმიტომ რომ იცი როგორ იყო ესკიზი? მოთხოვნა იყო თუ ხო, ანუ ნანომ რა შექმნა ესკიზი. იქ იყო ზუსტად ეს, რომ რაღაცა ძალიან ლამაზი, მაღალი ადამიანის ფიგურა იყო. მოკლედ უთმოთ და უწარბოთ. წითელი ტუჩით, დიდი წითელი ტუჩით და ძალიან ლამაზი, აი სილუეტი. ის იყო რაღაცა ციური სხეულივით იყო ეს თვითონ ესკიზი რო ნახო, ულამაზესი იყო. მე ხა ესე ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი რომ ის, მაგრამ ნუ ესკიზიდან მე გარდავისახეთ ჩვენ სამი გოგომე და კიდევ 2 და ძალიან ლამაზი იყო. აი ულამაზესი იყო ეხლა კადრი და ეს რა ხო ამ ჩვენი სამი გოგოს გარდა ურთულესი ქორეოგრაფიები იყო და ურთულესი ცეკვები და ფანტასტიკური შემსრულებლები ჩვენი ანსამბლის გამორჩეული მოცეკვავეები ასრულებდნენ ამ პროგრამას. ძალიან სასიამოვნო და ძალიან ისე რატო დაიკარგა? იცი ცოტა ხანი ჩვენ ილიკო მიცის ხოლმე რომ მიაძინებს რაღაც პროექტს. მე შეიძლება ისე გააღვიძოს და თავიდან რა. ხო, იმიტომ რომ რამდენიმე წელი იყო გასტროლებსაც დავდიოდი და ხო. მე და აი ამ ეხლა თმის გადაპარსვა ცოტა ისეთი რაღაცა არის გოგოსთვის რა. მაგრამ აი როგორ ეგებებით ხოლმე აი ამ სიახლეებს? ნუ ესეთი ვიზუალური ტრანსფორმაცია აქამდე არასდროს არ მოუთხოვიათ. არ იყო უბრალოდ ეს არ იყო რომ აუცილებელი იყო რაღაცა, ნუ შეგინდა თუ გინდა და გააკეთებდი და რა თქმა უნდა ვინ იყო და ამაზე უარს. თუმცა პირველად რომ ჩამწერეს თმებზე სალონში, ერთი წუთით გავალთქო რაღაცა თვითონ ერთი წუთით საქმე მქონდა გვერდზე და რო გავედი და წავედი საერთოდ. მართლა ვერ გადაწყვიტე. 2 კვირაში ისე მოვედი უკან და დავჯექი და ესე ბაშინ ძელი თვები მქონდა საკმაოდ არ ვიღებავდი და ესე მომაჭრეს პირდაპირ და დაუშვეს. შეგეძლო გაგეყიდა ისე. არა, ეგეთი თვაც არ მქონდა ეხა რომ სად გამეყიდა, მაგრამ ეს იყო რაღაცნაირი ეს გარდატეხა მოხდა ამ ჩემი თმის მოჭრით და იმის მერე ვარ ქერათმიანი სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენ რო გადაგვპარს ეს თეთრად შევგვღებეს, ანუ აბსოლუტური თეთრი გქონდა, ხო, ტოტალური სითეთრე გქონდა და წარბიც არ უნდა ყოფილიყო რა. მერე ძალიან იყო უკვე რაღაცა, მერე ვიხატავდით ხოლმე, მაგრამ
იდეაში ესკიზზე იყო წარი. ის რასაც არის, აი ადამიანი ხედავს ესკიზიდან და მერე ცეკვას, თუ ჯერ ცეკვას და მერე ესკიზ, აი რა ხდება ადამიანის ტვინში რა. მან იყო ეს ჩანაფიქრი, დიდი ხნის ეს ახალი ჩანაფიქრი არ ყოფილა. მე როგორც ვიცი და იმედია არ მეშლება, ეს თვითონ ქალბატონი ნინო რამიშვილის პროექტი იყო იმ თავითვე. მაშინ რაღაცნაირად არ მოხდა ეს ყველაფერი. ვერ მოხდა ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე მესამე თაობა ამდენი წლის მერე ილიკომ მოიყვანა უკვე და სისრულეში. ძალიან მაგარია. მოდი ახლა ცოტა კიდე შიგნით გავქეკოთ. იცი რა მეინტერესებს, მით უმეტეს აი ხა გოგოების ტექნიკა, ანუ სუხშვილებამ ფაქტიურად შეცვალეს მთლიანად აი ეს მოთხოვნები ქართველი მოცეკვავის, გოგოსიც და ბიჭისიც. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ქართულ მოქნილობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი ესეთი გოგოსთვის ესეთი ცერი, თორე დიდად არ ჩანდა ხო ხევსურულზე დაბალ მიანი გვეცვა, ცეკვის ჩუსტები გვეცვა ხოლმე ჩელოს ყოველ შემთხვევაში და ნუ ესე გრძელკაბებში მაღალქოსლიანი სადაც. ანუ ჩვენი ცერი დიდად ესე არ ჩანდა რა, როგორი გადაჭიმული იქნება. არ ჩანდა, კი, არის ხო, ძველ პროგრამაში არ ჩვენთან არ ჩანს, მაგრამ იგივე ჯუთაში, იგივე მუსიკაში წამოიღეთ თქვენ. აუცილებელია ხო, იმიტომ რომ როგორ ემზადებს, აუცილებელია რომ ყველა სუხიშვილის მოცეკვავე ყოფილი ბალერინა იყოს? არა, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. რამოდენიმე მოცეკვავე, რამოდენიმე გოგო ვარ, კი საბალეტო განათლებით ასე რომ საწყისი გვაქვს იქედან, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არა. და მაშინ მომიყევი, აი როგორ არის გადანაწილებული მოქნილობაზე მუშაობა და რეპეტიცია. აი როგორ დილას გვაქვს აბსოლუტურად კლასიკური ბალეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცეკვავეებისთვის. 11 საათზე იწყებენ ბიჭები ბალეტს, 1 საათში 12-ზე გვაქვს გოგონებს ბალეტი. თავისი ძელით, თავისი მერე შუაში და ამ ბალეტს ვინატარებს ჩვენი ბალეტის მასწავლებელი ოля უძველესი ბალერინა, ჩვენი უერთგულესი მასწავლებელი, რომელიც საინტერესოა მეგონა იჯექი და თქვენით რაღაცებს ჩალიჩო. არა, ჩვენ ბალეტი გვიტარდება ძალიან მაღალ დონეზე. ხო, და რამდენი საათიანია ეს ბალეტი? 1 საათი. 1 საათი არის. ანუ იცი როგორ არის 1 საათი რა, გააჩნია შეიძლება ცოტა მეტი. აი, სანამ ილიკოს რეპეტიცია დაიწყება, მანამდე არის ეს გაწევა, გახურება და ხო, ეს უბრალოდ გაწევა და გახურება არ არის. ანუ მართლა კლასიკური ბალეტის ეს გვაქვს 1 საათიანი გაკვეთილი. ხო, იმიტომ რომ ანუ შაგიც გაქვთ თქვენ, როგორ არის ქართულად ეს ბალეტში რო ეძახიან შაგი. ნაბიჯი. ხო, ნაბიჯი ოღონდ აერში. ხო. თქვენ ეგეც გაქვთ, ხო, ცეკვაში შემოტანილი ფაქტიურად. კი, არის, თუმცა მანდაც დასაცავი აი ეს რაღაცა ოქროს შუალედი რდან არ შეიჭრათ მაშინ ხო ძალიან დიდი ნაბიჯით ხო არ უნდა შემოხდა არა ხო არაფერში არ ჭირდება არ არის საჭირო ეს ანუ თუ გაქვს ცეკვაში ეს იგრძნობა და იმას დაბალზე გააკეთებ და უფრო კლასიკურად გააკეთებ მაგრამ როდესაც დაუშვათ არ გაქვს ეს ნაბიჯი და იმდომებ რომ ესე მაგრა აგდო მე ეს ძალიან ხელოვნური არის გეტყობა რომ წვალობ და აყალებ ეჭიდავები. ხო, არაბუნებრივია. არაბუნებრივია. ამიტომ ჯობია უფრო მაგრა იყო ფიზიკურად მომზადებული და მე ცოტა დაწიო უკვე სცენაზე რა. იცი რა მინდა რომ გაანდო ჩვენს მაყურებელს ძალიან ბევრი მოცეკვავეც გიყურებს, ალბათ გვიყურებს ავარაუდოდ. მე ძალიან ბევრი ანსამბლში შევამჩნია რომ არა აქვთ ის გამძლეობა, რაც აქვს უხშვილებს. ანუ თქვენ წეღანახა სანამ კამერებს ჩავთავდით, მითხარი რომ 3 თვიან ტურნეებზე გაგიძლიათ ყოველდღიური კონცერტებით. სადაც სხვა შემთხვევაში არის რომ იქ მესამე დღეს, მეოთხე დღეს, მეათე დღეს, ოკეი, მეათემდე გადავწელოთ, თუმცა მეათემდე ვერ მიდიან, უკვე ძალიან უჭერთ ხოლმე ეტყობა ხარისხს შესრულებას ეტყობა რომ ვერ აფიქსირებენ წერტილს შემოტრიალების დროს, ანუ სოლოს შემდეგ შეიძლება ბარბაცი იყოს ოდნავ. აი ეს რაზეა დამოკიდებული, რა არის უხშვილების საიდუმლო? რთული კითხვა და სუხიშვილებში უნდა ცეკვავდი ალბათ არა კარგი მოცეკვავე და ცუდი მოცეკვავე არ ვიცი ესე როგორ თქვა და გამოვყო ხო 76 კონცერტი მიცეკვია ჩამოუსვლელად გასტროლებზე ყოველ დღეში 2 კონცერტი ალბათ რაც უფრო მეცეკვავ მე უფრო ძლიერი ხდები. რაც რომ მეტი გასტროლია, უფრო მეტად ეჩვევი ამ მაგრამ რეპეტიცია არ გაძლევს ამ გამძლეობას.
აი არის შენ მოდი შენ მე მესმის რომ კოლეგებზე ხა ძალიან არაეთიკური იქნება რომ ჩვენ კოლეგებზე დავდგე და ვილაპარაკოთ მაგრამ მაინტერესებს აი რა შეიძლება დაუშვათ რა შეიძლება აკლებდნენ რეპეტიციის დროს რაც არის იმის საშუალებას ხო რომ მე გაუძლოს ეს გამძლეობა არ ვიცი ეს დიხანი არ არის უფრო არა ფიზიკური მომზადება ხო ფიზიკურად უნდა იყოს უფრო მეტად ნავაჭიშები დილით გვეწყება ხოლმე პილატესი ეს ბოლო პერიოდია რაც დავიწყეთ მე ბალეტი როგორც ვთქვი და მე მილიკოსთან რეპეტიციები მეტი არაფერი არ გვაქვს ანუ ცალკე რომ ბიჭები მაგალითად სოლოს ამუშავებდნენ იდგნენ და ეს არის ჩვენ ვართ ძალიან თუ კი ალბათ რამით გამოვირჩევით ეს არის ჩვენი დისციპლინა და უდიდესი პასუხისმგებლობა. იმდენად გვაქვს ეს პასუხისმგებლობა გამომუშავებული, რომ 1000 ჯერ გამეორებული ილეთია. სარკის წინ შენთვის ჩუმად ყველამ ვიცით ჩვენი დავუშვათ ეფექტები, რაღაცა რაც შეიძლება არ გამოგვდიოდეს. ხო და ის არის დასამუშავებელი. ეს შეიძლება მაყურებელმა კი არ იცოდეს, მაგრამ მე ხო ვიცი რა მაქვს დასამუშავებელი. ამიტომ ასე იცის ყველა თავისი ინდივიდუალურად ყველას რა აქვს დასამუშავებელი. იმის გარდა რომ რამოდენიმე რეპეტიცია მიმდინარეობს სრულ ფეხში და ოფლის ღრაში, შენ მე როცა რაღაცა იცი შენი თავის პრობლემა რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე იმას შენ თავთან ცალკე ამუშავებ. ერთხელ არა, ორჯერ, 100 ჯერ, რა ვიცი, 1000 ჯერ, გააკეთე 1000 ჯერ და 1000 გამოგივა და აღარ დაგეხვევა თავი. მაგრამ ეს აი არ ვიცი ტექნიკური პრობლემა არის ეგ როცა პირველ დღეს გადასარევად აკეთებ, მეორე დღეს გადასარევად აკეთებ და მესამე დღეს იცი რა, არა, მაგას ვერ ვიტყოდი. შეიძლება ყოველთვის ერთნაირად ვერ შეასრულებ ცეკვას. ეხლა ვერ ვიტყვი რომ აუცილებლად ეგ სხვა ანსამბლში ხდება თქო. არა, რა თქმა უნდა, ხუშულებში შეიძლება იყოს. ყველას დაემართო, შეიძლება დღეს მაგარი მოცეკვავი ხარ, მაგრამ რაღაცა იმ დღეს რაღაც არ გამოგივიდა. ის კონკრეტული ილეთი ჩვენ კი არა რა ვიცი უდიდეს ბალერინები და ბალეტმაისტერებში დაეცე უბრალოდ სცენაზე რატომ და კი არა რომ ცუდი მოცეკვავი ხარ უბრალოდ ეხლა იმ მომენტში რაღაცა არ გამოგივიდა მაგრამ უნდა ადგე და გააგრძელო არ უნდა შეიმჩნიო არ უნდა შეგეტყოს ამას თავისი ცალკე პროფესიონალიზმი ჭირდება რო არ გამოგივა და ეს არ დაგეტყობა აი შენ რომ მიხვდი აი მანდ არის პრობლემა შენ რომ მიხვდი რომ იმას თავბრუთ დაეხო არ ვიცი ვიზი ამოვდი ან რომელ ანსამბლზე ამბობდი გასტროლზე შევამჩნიო რომ წაიღო გვერდზე ხო წერტილებს ვერ აფიქსირებ. აი პროფესიონალიზმიც ირაშია შეიძლება წერტილი ვერ დააფიქსირო და რაღაცა ფეხი აგერიოს კიდევაც და სახის მაგრივად ზურგით დარჩე. ეგეთებიც ხდება აგერიოს განათებაში. მაგრამ რა შემოტრიალდები. ასე იყო დაგმული. ხო, სცენარში იყო. იცი რა, მაგასაც ვერ ვიტყვი რომ ხალხმა შემჩნია. მე რადგან ანუ მაქვს ეს გამოცდილება და რაღაცა მე ხო, შენ მიხვდი. მე მივხვდი შეიძლება შენ მოცეკვავე ხარ და ვერ შეამჩნია. ხო ადამიანს ხდება ამიტომ ხდება ყველაფერი ხდება ოკეი მაგრამ ნუ ან თქვენი რეპეტიციები რამდენი საათი აი ილიკოს რეპეტიცია რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება 2-ზე მეტი საათი არის კი რა თქმა უნდა კი 2 საათის მერე შეიძლება შესვენება იყოს და ახლა შემოდით ან მაგალითად 2-3 საათი იცეკვა ანსამბლმა გავიარეთ ყველა ცეკვა ვებზადებით რაღაც კონკრეტული კონცერტისთვის და ეს რეპეტიცია რო დამთავრდება 5 წუთი ამოისუნთქეთ და შემოდით და ვიწყებთ დაუშვათ რაღაც კონკრეტული ჯგუფი მუშაობას აჰა გასაგები დამუშავებას რაღაც კონკრეტული ახალი ცეკვის დადგმას ან თაკარასთვის მზადებას ან რაღაცა ისე konkrēt ხო ანუ უფრო მეტი კრანი გძალდება ხოლმე გასტროლებზე მოგვიყევი გეხოცები ცოტა რაღაც ჩაგვახედე შეგვახედე რამდენი წელიწადში რამდენჯერ გაქვთ ხოლმე სტატისტიკურად შეიძლება ზოგი წელი მეტი იყოს ნაკლები გასტროლი არის დიდი 2 თვიანი, თვენახევარი, 2 თვენახევარი, წელიწადში 2 ჯერ არის ეს ევროტურის ევროტური და შუალედებში გვაქვს ესეთი. ორივე დიდი ევროტური არის თუ ერთი ამერიკა ყველა ვარიანტში მეორე ევროტური? არა. ამერიკა რამდენიმე წელი აღარ გქონია, მაგრამ ახლა იგეგმებ. ხო ვიყავით ამერიკაში, ხო. დიდი ტრიუმფით დავბრუნდით იქედან, მაგრამ ახლა შემოდგომაზე უფრო დიდი გასტროლი.
ამერიკაში სულ მინდოდა რომ ანუ იმდენად ბევრი ქართველი არის ნიუ-იორკში სადაც თქვენ კონცერტი ჩაატარეთ რომ სულ მეგონა რომ მარტო ქართველები იქნებოდნენ და გიხოცე მითხარი ამერიკელები იყვნენ რა თქმა უნდა იყვნენ ხო მინდოდა რომ იმათაც ენახან და მეთქი ჩვენები ისეთი მონატრებულები იქნებიან რომ ჩვენს კონცერტზე ჯერ ერთიც გამოვედით კარნეგი ჰოლის სცენაზე. ეს სცენა არა მარტო სუხიშვილებისთვის, ამერიკელები როგორ არიყვნენ დენირო იყო იქ მოსული, მაგრამ აღარ თქვი. დენირო იყო როგორ არა, მაგრამ ანუ აი გარდა ესეთი სპეციალური სტუმრებისა ეს თვითონ დარბაზში იყო. რა თქმა უნდა. კარნეგი ჰოლის კონცერტი, როცა კონცერტი გამოცხადდება, იქ უკვე მაყურებლისთვის, ანუ მისახვედრია, რომ რაღაცა მაღალი რანგის ანსამბლი, კომპოზიტორები, ორკესტრები, რაღაცა მაგარი იქნება. რაღაცა მაგარი ხდება და ამიტომ უნდა მოვასწრო, რომ ბილეთი შეიძინა. ხო, იმიტომ რომ იქ ესე ვიღაცა არასდროს უბრალოდ ვერ გამოვა. მაგერ ჩვენ პირველად გამოვედით და გასხოვებული იქნებოდა, ხო, ჟრიამული და აღნიშნვა და როგორც გამარჯვების აღნიშვნა. ჟრიამული კი არა, ჟრიალი. ჟრიალი, ხო. კი, აი დაბურძგულების სიამაყის განცდა, ნერვიულობა, იქ ყველას აბსოლუტურად გათავისებული გქონდა, რომ არ ვიყავით ინდივიდები, ჩვენ იქ გამოვდიოდით საქართველოს სახელით. ზუსტად აი საქართველოს ელჩები თუ აი როგორ გითხრა. წარმომადგენლები ჩვეულებრივად. კი ბატონო. მაგარი. და როდესაც მასში გასტროლებში მიდიხართ ძალიან რთული არ არის ოჯახი ეს ორი დიდი და დანარჩენი პაწაპაწუკები არის აქ რა თქმა უნდა კი პატარა დღიანი ორკვირიანი ან წელიწადში რამდენჯერ გადიხართ თუ ზუჰაერში ხართ ზუჰაერში ბევრჯერ და აი ვისაც ოჯახი ყავს მაგალითად არა მოცეკვავ ანუ არა ანსამბლიდან რა გარე შენ მე მგონი შენ როგორც ვითხარ შენ მეუღლე არ არის მოცეკვავე შენი ანსამბლიდან არა ჩემი მეუღლე არ არის მოცეკვავე ჩვენ რაც მე სუხიშვილებში ვცეკვავ მას ერთნაირად მე და ჩემი მეუღლეც მას შემდეგ ერთად ვართ შესაბამისად ძალიან კარგად იცის ვინ მოიყვანა ცოლად ვინ უყვარს ამ ჩემი დანარჩენიან ჩემი სუხიშვილებიანად უყვარ ვარ და ვერაფერს ვერ შევთვლით დაისგებიან ჩამოდის როცა ახერხებს თვითონაც ჩამოდის ხოლმე ბავშვების ამბავში როგორი არის როგორ ბავშვების ამბავში სულ ჩართული ვარ ძალიან რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი როგორც ჩემთვის ასევე ყველა მოცეკვავისთვის ოჯახის დატოვება, შვილების დატოვება, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩავერთო. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყველაზე ესეთი დიდი შეწირულობა რაც მაქვს ეს არის დრო. დრო, რომელიც მოაკლდა ჩემს შვილებს. მაგრამ რა ვქნათ? ასეთია სუხიშვილების მოცეკვავის ბედი. ყველას ხომ არა აქვს ასეთი ნამდვილად შესაძლებლობა ცხოვრებაში, ხო? ყველას რაღაცა ეძლევა. მე ეს მომეცა და ამითი უნდა ვიცხოვრო. ბოლო პერიოდია ჩვენ გავუტან ნინო სუხიშვილი გვაძლევს უფლებას, რომ ცოტა გამოვხშიროთ გასტროლები. და დაუშვათ ახლა თუ არ წავედი, შემდეგზე წავალ. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი წელია უკვე ანსამბლში ვცეკვავ, არც ერთი გასტროლი არ გამომიტოვებია, არც პატარა, არც დიდი, არც სამთვიანი, არც ორთვიანზე უარი არ მithქვამს და ეს ბოლო დროს აი ახლაც მაგალითად ანსამბლი გასტროლზეა. მაგრამ ჩვენ რაღაც რამოდენიმე მოცეკვავე დავრჩით და აქვს ყოველდღიური რეპეტიციები, იმიტომ რომ აქაც სტარტდება ხოლმე კონცერტები ჩვენს შემადგენლობაზე და გასტროლებიც გვაქვს ხოლმე შესაბამისად აქაც საჭიროა ვამაგრებთ პოზიციებს. ბოდიში კი ნაღმ შეგაწყვეტ. ხო, არა. გასტროლებზე როგორ ირჩევა რაოდენობა და ანსამბლი ანუ სცენის და მიხედვით წინასწარიგებთ სცენებს. არა. გააჩნია რა პროგრამაა. ეს დიდი პროგრამაა შერეული. ბევრი მივდივართ ხოლმე, როცა ჩავდივართ, ჩავფრინდებით, შემდეგ უკვე 2 ავტობუსი გვჭირდება დიდი გოგონებისთვის და მუსიკოსებისთვის, ბიჭებისთვის და ესე გადავადგილდებით ქალაქიდან ქალაქში. მაგრამ როცა პატარა სცენები ან პატარა პროექტი არის, შესაბამისად, ანუ შერჩევითი არის, ხო, ანსამბლის წევრები. პროგრამაში ეს არის უფრო პატარა არის და არ არის ორგანყოფილებიან. გააჩნიათ ცეკვებს, გააჩნია რა რაოდენობას ითხოვენ.
ანუ ეს შესაბამისად აისახება ანაზღაურებაზე, ანუ თუ შენ გასტროლებში მიდიხარ, სხვა ანაზღაურება გაქვს როგორც მოცეკვავეს, ვიდრე აქ დარჩენის შემთხვევაში თუ არა, აქ როცა ვრჩები, მე უბრალოდ ჩემს ხელფასზე ვარ და როდესაც გასტროლზე მივდივარ, რა თქმა უნდა, მე არ მეკუთვნის გასტროლზე, ვინც არის და იქ ვინც მუშაობს და იხარჯება, იმას შეხვდება თავის ჰონორარი. მე ანუ ეს რაღაცა ბონუსის სახით არის. რა თქმა უნდა, კი. ნათი ორი ბავშვი ყავს შენ. ხო. და ორივე ანსამბლის პერიოდში. კი. ანსამბლი აი დეკრეტიდან გამოსვლა მოგვიყევი გეხოცები როგორ რამდენ ხანში იყავი შენ მზად რო გეცეკვა უკვე? კი, ორივე ბავშვი მყავს ზაფხულში გაჩენილი ივნისში და ივლისში. ორივე ბავშვის შემთხვევაში სექტემბერში უკვე ანუ 10 დღიანი დასვენების შემდეგ მე არა ანსამბლს 10 დღე ორი კვირა გვაქვს ხოლმე დასვენება სექტემბერში უკვე გავედი სუხიშვილები უკვე გავედი რეპეტიციებზე ჩვეულებრივად და გასტროლზეც ძალიან მალე წავედი და მოსამზადებელი რაიმე გჭირდება ხოლმე რომ აი ნუ აღზე მეჯის ფსკერის კუნთები მოამზადო ან რაღაც ცოტა რო გამოვედი ნელ-ნელა დავიწყე ვარჯიში წონის პრობლემა იქვე იმ პერიოდშივე შევეცადე რომ გამეგდო წონა და ცოტა მქონდა რომ გავედი მაგრამ ეგ არაფერს ანუ ესე შესამჩნევი არ იყო ალბათ 3-4 კილო და ხო 3-4 კილო პლუს მინუს ესე არ გვეტყობა ხოლმე გვაქვს უკან დეფიციტი ვარ და წონის დეფიციტი რო გაქვს ლუფტი გაქვს შეგიძლია 8 კილომდე აწიო ჩეულებრივად ხო იმდენად იმაში ხარ სკაფანდრები და დაფარფატებთ ხოლმე იქ ზოგი მოცეკვავეები ჩვენის გოგოები რა ვიცი ზოგიერთი ჩემი მეგობარი 6 თვემდე ცეკვავდა მე 4 თვემდე 4 თვის ვიყავი რომ წამოვედი იმიტომ რომ მუცელი არ გვეტყობოდა და თავში ტვინი არ მქონდა გვეცეკვებოდა და ცეკვა არა პირიქით ყველაზე აი რასაც უკეთებ შენ ბავშვს არის ეგ ზუსტად ფიზიკური რომელიმე ბავშვს მე საერთოდ ამერიკაში გავფრინდი კონცერტები ვიცეკვე და ჩამოვედი მართლა ხანუ ფრენაც აი მაგდროს შოულბე ხა ჩემი დაცა ორსული რო იყო დაფრინავდა აქეთ იგი ხო მე დავფრინავდი მაგრამ მე მისდამემთხო კოვიდი დამემთხო მე ვიფრინე მაგრამ აი ესე იგი აი თვითონ ორსულობის პერიოდში შეიძლება კონცერტზე არ გახვიდე მაგრამ რეპეტიციაზე მიდიხართ თუ პროსტა თვეზე გაჩერდი გადიხარ და გადიხარ არა ესე მოსანახულებლად უბრალოდ ანუ არც ვაჯიშობ და რაღაცა არა თავსი ვაჩენთ და მე რა ვიცი ორ თვეში გავედი არც კი ძირითადად ესე გამოდიან გოგოებიც ხო 2-3 თვეში ყველა გამოდის უკვე და ყოჩი ხ თქვენ ნუ ხა 2-3 თვეში მაგრამ ძალიან ისეთი არის რა. უფრო ადრეც გამოსულან. მართლა. კი. კონცერტიც უცეკვიათ. ძალიან მალევე მე მგონი ერთი მოცეკვავე იყო რომელმაც მე-10 დღეს იცეკვა. კაი არ არსებობს. და რაცა სასწაულია. ხო, სასწაულია მართლა. რაიმე პასუხისგებლობა ან ცოტა წნეხი ხო არ არის სუხიშვილების სტატუსი. პასუხისმგებლობა უდიდესი. წნეხი არ მგონია. წნეხი თუ არის სასიამოვნო. სასიამოვნო წნეხია უფრო, ხო? ხო. ისე არის ეგ მომენტი რომ გამიგია რომ სოციალების ზემოდან იყურებიანო სხვა ანსამბლზე. არასოდეს. არასოდეს. ანუ თქვენ როდესაც ხვდები დავუშვათ სხვა ანსამბლის სულ ძალიან კარგად ხვდებით ერთმანეთს და ძალიან პატივს ვცემთ კოლეგიალურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ ანსამბლში თუ იგრძნობა იერარქია ხოლმე, აი როცა ახალი ნაკადი შემოდის და ძველები აძლევთ ადგილს თუ ცოტა მაინც ისე ალმაცერად. ხალხის ეგ იერარქია ადრე უფრო იგრძნობოდა. აი ჩემ დროს მე როცა მოვედი ანსამბლში მაგ პერიოდებში ახალი მოსული გოგონებისთვის უფრო იყო. რთულად დასამკვიდრებელი ადგილი იყო, ხო? კი, იმიტომ რომ უფრო ცოტ-ცოტას იღებდნენ. მე რომ ანსამბლში მივედი საერთოდ მე მგონი ჩემ ძალიან დიდი ხანი ახალი არავინ არ იყო. არც მანამდე და არც მერე. ხო და ხო იყო ეს ამბავი რომ მე ვიყავი ახალი და 10 თვალით გიყურებენ და მოზუმებული ხარ. ხო. არაფერი. მაგრამ იმკვიდრებ ჩაოლებრივად რა თქმა უნდა და ძალიან რთულია სხვათა შორის სუხიშვილებში თავის დამკვიდრება, ვერ ვიტყოდი რომ მარტივია. მარტივად შეიძლება მიგიღოს ანსამბლმა აგიყვანოს. კარგი მოცეკვავეა
ბავშვად კარგი არის ფიზიკურად, გოგო, ბიჭი, მაგრამ არ მიიღოს ანსამბლმა, ეს კიდე სხვა ცალკე ფენომენი გვაქვს. რა ძალიან კრიტიკული ხართ ერთმანეთს არ აძლევთ ახალს თუ რატო? არა, ხო და არა, აი რაღაცნაირად რომ მოდიხარ ანსამბლში, აი ქაური ქუდი უნდა დაიხურო. აი შენ ცალკე რაღაცა ინდივიდუალური გამოხტომები შენთვის უნდა შეინახო. შენთვის უნდა შეინახო, სახში დატოვო და ისე მოხვიდე თუ გაქვს. რაღაცნაირად უნდა გათავისდე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან გუნდურობა. მეგობრული დამოკიდებულება. აი ეს თუ არ გაქვს და საკუთარ თავს ცოტა ეკაჩები. მესმის ეგო გეფხანება. წინ ვერ მიდი, რო გონია რომ ამითი წინ წახვალ, წინ ვერ მიდიხარ, უკან მიდიხარ და მე საერთოდ მიდიხარ ანსამბლიდან. ამიტომ ანსამბლმა რომ მიგიღოს, უნდა იყო გუნდური, ანუ უნდა ჩაერთო მაშინვე ამ ანსამბლში. შენ ცალკე სოლისტობა არ გამოვიდა. საერთოდ სცენას არ გულისხმობ, აი გასახდელში იგივე. ხო. ანუ ძალიან ეგოს ვერ მოიფხან ასე ვთქვათ. არც არ არის საჭირო ეს მერე თავისთავად ეს ეგოც მოდის, ინდივიდუალიზმიც მოდის და სხვანაირი პატივისცემაც მოდის, მაგრამ ეს თავიდან უნდა გაიარო ეს ადაპტაცია. მაგრამ დამხვედრი როგორია, მეგობრულია? გარემოს უქმნი ისეც რომ ეს ადამიანი გაიხსნას. ხო და მაგასაც თავიდან უფრო რთული იყო ეს ყველაფერი. ეხლა უფრო ერთი ნაკადი ერთად მოდის ხოლმე და ამიტომ იმაშვებიან ერთმანეთთან არიან უფრო და მე ხო იქსაქსებიან როგორ აი ესე კონკრეტულად ვიღაც კონკრეტულად ადამიანს ვერ მოიხებ რა ვერ დააკვირდებით იმდენი არიან ახალი და უშუალოდ 10 ერთად და მე როცა მივედი მარტო ვიყავი მიხვდი მარტო მე კიდე ერთი მოვიდა ახალი კიდე ერთი და ამიტომ როგორ ხდება შერჩევა რთულად გაიარეს ეს შენთან მithumetes სუხშილების აკადემიიდან არ ყოფილხარ ხო? არა სულ სხვა სამიდან იყავ. აი როგორ ხდება მან შერჩევა? უკავშირდები და პრობები გაქვს თუ? მე რომ მივედი სუხიშვილებში ვუთხარი რომ ქალბატონმა ინგა თევზაძე მიმიღო მე სუხიშვილებში ნინოს და ელიკოს დედამ. გამარჯობათ, დამთავრებული მაქვს ჭაბუკიანი, ცოტა ხანი ვცეკვავდი სხვა ანსამბლში რამოდენიმე თვე, იმიტომ რომ თქვენ იყავით დიდ გასტროლზე წასული და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვცეკო სუხიშვილებში. მაშინ ძალიან პატარაც ვიყავი და ამ ყველაფერს ისე ვერ ვითავისებდი, რამხელა რაღაცას ვაკეთებდი იქ რომ ვიდექი. მაშინ მითხრა რომ ეხლა ანსამბლი მიდის გასტროლზე და მერე მოდი შემოდგომაზე გაზაფხული. ანუ შენ ინიციატივით მიხვედი ეს მიადექი ხო? ხო. კი. შემოგარი. ხო და ესე მითხრა რომ წადიო ეხლაო და თუ რაღაცაო მერე კიდე მოგინდებაო შემოდგომაზე მიდიო, იმიტომ რომ გაზაფხული იყო და გასტროლზე მიდიოდნენ. და მაშინ მახსოვს რომ მოვტრიალდი და ვუთხარი რომ ალბათ აღარ დავბრუნდები თქო და მადლობა თქო რაღაცა გულდლი დამწყდა ამ ყველაფერზე. ხა. და რომ მოვტრიალდი, მე გამაჩერა. მოიცადე ერთი წუთით მოდი აქო. მე მივედი და მე თავიდან დამელაპარაკა, თავიდან მომაყოლა. მართლა კი, მართლა ესე იყო და მე უკვე შემიყვანა ოთახში, სადაც ბატონი თენგიზი იჯდა, გამაცნო, მაქვს პატივი რომ ვიცნობ თენგიზ სუხიშვილს და მე უკვე აღარ მოდიოდა რეპეტიციაზე. მე უკვე ავად გახდა. მე უკვე დამიპარეს, კი, მეორე დღეს დილით უკვე ჩემი სარეპეტიციო ვიღებით, მივედი ავედი გასახდელში და ეხლა როგორ საინტერესო იყო ეს ყველაფერი. წარმომიდგენია რაღაცა. რა შევედი გასახდელში, არ ვიცოდი სად დამჯდარიყავი. ყველა თავის ადგილას იჯდა და ყველა გიყურას რომ აკრაგინხარ. ოფეთი. სადაშორის ჩვენმა ერთმა მოცეკვავემ მაგ მომენტში მოდიო აქ ჩემთან დაჯექიო ძალიან ძველი მოცეკვავე იყო ფანტასტიკური. ძალიან მიყვარს და მაგ დროს ამ ხელმისლობა აქვს მაგას აი ერთი ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნახე 21 წლის წინ იყო ეგ არასოდეს არ დამავიწყდება. და აი აქ გადაკიდე შენი ტანსაცმელებიო მითხრა და ადგა და ჯექი ფეხსაცმელი ჩაიცვიო და ანუ ერთ სკამზე იმ დღეს იმ სკამზე მასთან ერთად დავჯექი უძველეს მოცეკვავე სოლისტთან.
ხო და აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას მე ძალიან ბევრი მქონია ეგეთი სიტუაციები რომ აი საერთოდ ახლიდან შედიხარ სრულიად ჩვენთვის უცხო გარემოში და ნუ იმდენად რაც არ უნდა გაწაფული დღემდე სულ ახალ დარბაზში რომ მივდივარ ჩმორივით ვიყურები აქეთიგით სად რა არის რომ ნუ სანამ გაითავისებ სივრცეს და სანამ მოირგებ და როდესაც ადამიანი გხდება მით უმეტეს რომელიც აი რაღაცა ადაპტაციაში გეხმარება თან არავის რო არიცნობ ძალიან რთულია საერთოდ არავის არ და იმის მერე რაღაცნაირად აი ადრე მეც ბავშვობაში მქონდა აი გამოცდილება და იმის მერე მე ყოველ შემთხვევაში სულ ცდილობდი რომ ბანკში მაგალითად ცნობილი ვიყავი სტაჟიორების ის ვიყავი რა ჰაბი ყველა სტაჟიორი ჩემთან ანუ მოყავდათ იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა აი ეს ახალ ადამიანზე ადაპტაციის შექმნაში რაღაცა ადაპტაციაში დახმარება უბრალოდ ხო ხაдай ძალიან მნიშვნელოვანია კარგი გოგო ხარ შენ და იმიტომ ძალიან იმიტომ რომ შენზე როგორ გამოცდილი დაწმებული ვარ შენც იგივე იზავა ახლებისთვის კი ბატონო ზუსტად ესე ვარ მეც და ჩვენი თაობაც ჩემს მერე მოსული თაობა ეხლა უკვე ვინც ვითვლებით ძველმოცეკოვეებად დაწმებული ვარ ვცდილობთ რომ ეხლა როგორ ხდება სოხიშულებში შერჩევა აუცილებელია რომ იყო სოხიშულების აკადემია დამთავრებული თუ შეგიძლია სხვა ხო ძალიან განვითარდა ჩვენი სოხიშულების აკადემია აი სინგერის საკერავი მანქანასავით უშვებს ამ სასწაულ ახალგაზრდებს მართლა საოცარი თაობა მოდის არა ყველა ანსამბლში ვერ მოხდება მაგრამ ის საუკეთესოებს ეხა ვისაც ვთქვი ეგენი აუცილებლად მოხდებიან კი მაგრამ მაგათაც ხო აქვს თავისი კონცერტი როგორც პატარებს თავისი კონცერტები და მე მოდიან გადმოვლენ უკვე ჩვენთან და ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენს შემადგენლობას შემოემატებიან. თავარია შემდეგ უკვე აი ეს ყველაფერი მანამდე რაც ვთქვი, რომ ეს გუნდურობა და მეგობრულობა შეინარჩუნონ და ეგ საიდან მოდის? ეს გუნდურობა და მე მგონია რომ ზემოდან ქვემოთ ვრცელდება ყველაფერი. ანუ მე მგონია რომ თქვენ ეხლა ან ილიკო ისეთ სხვანაირია. ამ გუნდურობის გარეშე და ერთმანეთის პატივისცემის გარეშე ზოგადად არაფერი არ გამოვაცხოვრებაში. როცა რაღაცა გუნდური კეთდა. ანუ სხვანაირად არ გამოჩვენე, ანუ ძალიან საჭირო ვართ ერთმანეთისთვის. ერთმანეთის გარეშე უბრალოდ კონცერტი ვერ ჩატარდება. რა თქმა უნდა. ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ ვიცეკვებთ. მე მარტო ჩემთვის ვიყოვეთ კაბას შევიკრავ. მე ვერც ვერავინ გაკეთეს სწრაფად. ხო, იმ სცენაზეც მარტო რო იყო რა უნდა აკეთო. ანუ ეს გუნდურობა რას გულისხმობს, იცი? ცეკვის დროს აი ერთი თვალით გახედვა და მიხვდები, მოკლედ ის რას ფიქრობს და რა ხდება საერთოდ. ერთმანეთში ირჩევა ეს გუნდურობა ზუსტად ამას გულისხმობს. ძალიან მაგარი. გასტროლებზე როცა მიდიხართ ხოლმე ნათი კოსტიუმების ურაცხელი რაოდენობა რომ მიგაქვთ ხოლმე. როგორ არის თქვენი გარდირობი მოწყობილი? ყველა მოცურავეს თავთავისი კაბები აქვს თუ არა, ერთი დიდი საცავი გვაქვს, სადაც ეს ჩვენი კოსტიუმები ბიჭების ცალკე განყოფილება, გოგონების ცალკე. ქვემოთ კიდე საცავია, იქ უფრო ძველი კოსტიუმები და იქ ძალიან დიდი საცავი გვაქვს, სადაც უფრო როცა საჭიროა მე ამოდის ხოლმე. და რაც ყოველთვის უფრო გჭირდება, შერეული პროგრამის კოსტიუმები და ვინ არის პასუხისმგებელი კოსტიუმების ორგანიზებაზე? მოცეკვავე თუ? არა, ჩვენ გვყავს ჩვენი გარდერობის გამგე უფროსი. არა, ეს კი, მაგრამ როცა მიდიხართ გასტროლებზე, შენ ჩემოდანი შენ მიგაქვს თუ ორგანიზდება ერთიანად ცენტრალიზებულად? ჩვენ ვალაგებთ ყველა დეტალს, კაბებს, ძალიან მილიონი რაღაცა გჭირდება ამის ცალკე. ჩემოდანი ჩვენი იყრება და დგება და გასტროლი აეროპორტში მოაქვთ უკვე თვითონ, მაგრამ შემდეგ იქ რო ჩავფრინდებით და ჩავაბარებთ უკვე ის ჩემოდანი კი ჩვენ. პრინციპში თავიდანვე მოცეკვავია პასუხისმგებელი რომ ჩაალაგოს თავისი კოსტიუმი ყველაფერს ჩვენ ვალაგებთ აბსოლუტურად. მაგრამ გაწმენდა ეს დაალაგება არა, მე ამის ქიმწმენდა არა ხო, ეს ჩვენ არ გვეხება. არა, რაღაც კოსტიუმების შიდა რაც შეიძლება რომ გაირეცხოს სახლში ხელით, მიგვაქვს, მაგრამ არის კოსტიუმები, სტოლიკოვის სალადის კოსტიუმს ესე მაგაში ვერ გარეცხავე რა და ცალკე ქიმწმენდა მიდის და ისევ ესეთი. რამდენ ხანში ერთხელ იკერება ხოლმე ეს კოსტიუმები? ანუ რაღაცა განახლება ხო ჭირდება ისე? ხო, ალბათ რამოდენიმე წელში ერთხელ. ანუ ყოფნის რამოდენიმე წელი. ხშირად არა, იმიტომ რომ ის კოსტიუმი როგორც მოცეკვავე, რაც უფრო მეტად ძველდება, მით უფრო დიდი ფასი ეცემა და შესაბამისად ისე ძველი კოსტიუმებიც რა ხშირად არ იცვლება.
იყიდება რაღაც იმაზე თუ აი საცავში ინახება და ინახება და ვიყენებთ ყველაფერს ნუ ძალიან ძველი კოსტიუმები ძალიან ძველ კოსტიუმებსაც ვიყენებთ იმიტომ რომ ფასდაუდებელია ის კოსტიუმები მაგარია მე რაღაც არ მეგონა ისეთი ნაჭრებიც აღარ არსებობს ისეთი მოხატვაც აღარ არსებობს ყველაფერი ხელნაკეთია ძალიან საინტერესოა. კიდევ რა არის ესეთ რაღაც? ბევრი მუზეუმში კიდია. ხო, აი მაინტერესებდა სამდე მიდის სამუზეუმო ექსპონატებია კი. ძალიან საინტერესოა, როცა ხარ აი ისეთი რაღაცის ნაწილი, რომელიც უეჭველი იცი რომ ისტორიაა. და რელიკვია ფაქტიურად რა, ძალიან მაგარი არის. ამის შეგრძნება რომ შენ ხარ სუხიშვილების ნაწილი ძალიან სასიამოვნო, ძალიან საპასუხისმგებლოა, რომ აი ესე ღირსეულად ატარო ამ სახელი ამ აი ესეთი ისტორიული, კულტურული, ისტორიული ქმნილების რაც შექმნეს ხო ნინა და ილიკო. ძალიან მაგარი. ძალიან სასიამოვნოა ეს და ძალიან მადლიერი ვარ რომ მე ხვდა წილად სწორედ. ძალიან მაგარი. ის ერთი სუხიშვილის მოცუկავის ან ქორწილი ან დაბადების დღეს დარწმუნებული ვარ ერთი სიამოვნება აყო. გვიხარია ხოლმე და გვიყვარს ქორწილები და ისე ცალკე როცა ხვდებით ხოლმე რაღაცა ეს პარტებზე გიყვარს ხო ცეკვა? არა. არ ცეკვა? არ მიყვარს ცეკვა და მგონი არც არავის არ უყვარს. ვაიმე ვერს არის ხოლმე როცა მივდივარ თავშეც ქორწილია ვიღაცის არ ამოცეკვავის უბრალოდ ქორწილია ან დიდი წვეულება ან დიდი დაბადების დღეა და ჩართეს ქართული მუსიკა და აბარისთვის მოხვედე სკავს რო ქიჩაჭღარებენ და ქიცეკვა ეს არის საშინელება ცოტა როჭამ და ერთი წუთი დამოვდა აბა ეხლა შენ რისთვის ხარ აქ თუ არ იცებ რა ვიცი მოდამპატიჟეთ და მოვედი მეც უბრალოდ სტუმრად ანუ ეს წნეხი არის ხო აი ეს უკვე ხალხისგან მოდის რომ რახან იქ მიხვედი შენ აუცილებლად უნდა იცეკო ვიცეკვებ ჩემით ვიცეკვებ ხო როცა მომინდება ხო ამას არ გაცლიან ხოლმე და ეს ძალიან უტაქტობაა ჩემი აზრით ნამდვილად ხო ეგ იმას არ ნიშნავს რომ მომღერალს ეგრე უნდა იდგეს და სკამს რო გიჯანჭყარებს ადექი აბარისთვის მოხვედიო და ზაჯი გასართობად მოვედი ხო რა ვიცი დაპატიჟე და მოვედი და თუნდა მეცეკვა მაგისტრის არ ვიცოდი აუ თუ იგი ულტიმატუმი ხო მაგჟი არ მოვიდა ეხლა რომ ამაყენო და მაცეკო ზუსტად იგი მოდი ეხლა ამარისთვის მოხვედი რომ ვიცხრა რას მოდიოდ მოდი ეხლა დაუარე ბარემ ჩემ მაყურებლებისთვის ოღონდ იცი რომ მართლა რომ მოვდიოდი ნეტა რაღაცა ისეთი ხო არ უნდა ჩავიცვალ ცეკვა ხო ვერტო არა მაგას როგორ მე შენი მოღვაწეობა შენი შემოქმედება ძალიან ახლოდან მაგ თაკარადან დაწყებული ფილარმონიით დამთავრებული ყველს გუნდს გელოდებით თაკარაზე როცა დაიწყება ერთ კონცერტები ერთ წელსაც იმიტომ რომ სულ მაინტერესებს თადარიგი დავიჭიროთ რომ ბილეთები შეგხვდეთ კი უეჭველი წლევანდელმა კოსტიუმებმა აი mesmerizing აქვს ინგლისურად რა ვქნა ვერ თაგნის მამა როგორ აი მომაჯადოებელი აი მართლა წლევანდელი კოსტიუმები იყო აი ეს რაღაც ის ხორცისფერი ეს ბოდე თავისი უკან ტატუთი ნუ არ ვიცი ეს ჯეირანის კოსტიუმია ეს ნინოს ესკიზია საოცრად აი ვი მართლა საოცრად ეს ნინოს ესკიზია ნინოს ესკიზი აი რაღაც ბაღდადი ეს ხო რაღაცა ოთხკუთხედი იყო პროსტა ჩამოკიდებული და ეს უამაზეს რაღაცა ჯეირანში რო ბიჭებს დააქვთ ხო ბაღდადი ქვია ხო და ეს გვაცვია რა და ზემოთ არის თითქოს რომ არ გაცვია მაგრამ კანივით არის ეს ნაჭერი და მოხატულია ხო მაი ნუ აღიშა შოკი იყო რომ დავინახე წელს აი რა ეს სასწაული იყო პროსტა რაღაცა არა მარტო ეს ის არის რაღაცა ეს თვალის და სიამოვნების აი არ ვიცი რა ვიცი ორგაზმის დედაც აი ისეთ სიამოვნება არის და პლუს აი ეს კოსტიუმი და თვითონ ცეკვა და მუსიკა აი ყველაფერი ისეთი ჰარმონიაა რა აი არ ვიცი პროსტა ეს თან მაგ ცეკვით იხსნებოდა მართლა ისეთი შტაბეჭდავი ცეკვა არის ყველაზე კი მაგიტომ ეს პირველი შტაბეჭდება და ეს პირველი ის რაღაცა სასწაულად გახსას რა. აუ ძალიან დიდი მადლობა ნათ ძალიან საინტერესო იყო იმდენი თემა მინდა კიდე რა ვიცი განვიხილო რაღაცა შიდა რაღაცა მაგრამ ხო მეც ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად ლაპარაკი თორი ვიცინეთ. მართლა საინტერესო ფორმატი გაქვს უშუალო და არა ხო დავარცხნილი მე თვითონ
არა ვარ და შესაბამისად YouTube-ით მე მგონი მიტანს არ ვიცი კი მლანძღავენ ამ სლენგებზე მაგრამ არა მე ვიცი რომ თქვენი ძუძვები მლოცავენ ძალიან დიდი მადლობა ნათი ძალიან ბევრი წარმატება როგორც მოცეკვავეს ისევე პირად ცხოვრებაში ისევე რასაც გადაწყვეტა შემდგომ უკვე ისე ცოტა შორის როდის გიფიქრია რომ დავუშვათ უკვე ნელ-ნელა თუ ჯერ ამაყად იცეკო არ ვიცი ხო ცოტა უკვე მეფიქრება ცოტა გეფიქრება დიდი გოგო ვარ და კითხვა ასა კი თუ არ ხო 40 წლის 40 დედრასაც ფანტასტიკურ ფორმაში მეგობრებო არის ახლა კამერა რას იზავს იმიტომ რომ როგორც წესი კამერა ხან გაკვადრატებს ხან გადიდებს ხან გავიმედია ლამაზად გამოვიყურებ ფანტასტიკურად გამოვიყურებ მაგრამ ის საერთოდ არ გეტყობა და მე მგონი არც ერთ ქართულის მოცეკვავეს ესე რაღაცა ხო რაღაცა ინახავს მე მგონი ქართული ცეკვა ქართული შენ სისხლზე ჯილაკს მოძრაობა და ვარჯიში ინახავს ფიზიკური აქტივობა ინახავს აი მივმართავ რომ აი ივარჯიშეთ განიტვირთეთ აუცილებლად ეს ცეკვაზე იქნება თუ დარბაზში იქნება პილატესი იქნება თუ ორშაბათს არ დაელოდოთ რაღაც არ ვიცი სხვა ვარჯიშები აუცილებლად ივარჯიშეთ კი ეხლა თამით მე სუხიშულებსაც აქვს მოყვარული მე როგორც ვიცი ყავს მოყვარული აკადემიას და ისე მაგრად ცეკვავენ და ვარჯიშობენ რომ ძალიან მაგარი ერთ-ერთი ვარჯიშია თან იტვირთები კარხასიათზე ხარ ბედნიერი ხარ იმიტომ რომ შენი სისხლი და ჯილაკი რაც არის აი არ არსებობს რომ რავი პირველი დოლი და გარმონის შემაზე აი ეგეთ რომ დაიწყო ხო სასიამოვნო არის ეს შენი ის არ წვალობ რა ცეკვის დროს არ წვალობ მუსიკაც გსიამოვნებს ილეთიც გსიამოვნებს კი ზუსტად ასე რომ მიაკითხეთ სუხიშულების მოყვარულებით არა მშობა ის სახლში ჩართეთ YouTube-ზე ტრენაჟი და გახურდით და იცეკვეთ. არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნათი მოსმოსის დრო რომ გამომინახე და დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო. ისე უნდა შეგახსენოთ რომ სნეკის მიწისძღილის კარაქი შეიძინა და გასინჯოთ და მე მადლობა უთხრათ ჩერის. აბა თქვენიცით.